საქართველოს მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია გულანის ორგანიზებით ეთერ სამხარძე ჟღამაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სხვადასხვა ნომინაციაში 3 გამარჯვებული ქალბატონი გამოვიდა. ეთერ სამხარძე ჟღამაძე მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის აფხაზეთის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლდათ. შესანიშნავი პოეტი და სანიმუშო პიროვნება, რომელმაც პირველი პოეტური კრებულის გამოქვეყნებისთანავე მიიქცია მკითხველის ყურადღება. საღამოზე ორგანიზატორებმა და შეხვედრის მონაწილეებმა პოეტის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენეს. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ჩემმა აკადემია, მწერალთა, ხელოვანთა, საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია, რომლის პრეზიდენტი გახლავართ მე და როგორც აფხაზეთელი, მე ავიღე ვალდებულება ჩემ თავზე, რომ ამ ქალბატონისთვის რაღაც ძვირფასი, რაღაც სახსოვარი, რაღაც გამეკეთებია, რომ მისი სახელის გვტავყოფა გაგრძელებულიყო. რათა მომავალმა თაობა მიცოდეს, ვინ იყო ეთერ ჟღამაძე სამხარაძე და საუკუნეებს გაუძლებს მისი სახელი და გვარი. დავაარსე მისი სახელობის პრემია. დავაჯილდოვეთ ღირსეული ქალბატონები ეთერ სამხარაძე ჟღამაძის სახელობის პრემიით. ეს იყო ნომინაცია ლიტერატურის დარგში, მეორე იყო მხატვრობა, წიგნის ილუსტრაცია და მესამე იყო უკვე წლის და საერთოდ საქართველოსთვის რჩეული ქალბატონის ტიტულის მინიჭება. ძალიან დიდი პატივი მხვდა წილად იმ თვალსაზრისით, რომ პუბლიცისტიკის მიმართულებით მე დავიმსახურე ეთერ სამხარაძის სახელობის პრემია. ჩემთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მე მინდა უღრმესი მადლობა მოვახსენო ყველა იმ ადამიანს, ვინაც ხმამისცა ჩემს ნაშრომს, ვინც დამაფასა და გამხადა ღირსი, რომ მეტარებინა ეთერ სამხარაძის სახელობის პრემია მქონოდა. ამისთვის ყველას ვეუბნები დიდ მადლობას და ცალკე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეთერ სამხარაძის სახელობის პრემია მნიშვნელოვანია ქართული ლიტერატურისთვის, რადგანაც ერთგვარი სტიმულია, წახალისებაა, რომ ჩვენ უფრო მეტი გავაკეთოთ და უფრო მეტი ვიშრომოთ ჩვენი კუთხისთვის, აფხაზეთისთვის.